დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა რეალურად მთავარი პირი, მთავარი პერსონაჟი, ესე რომ ვთქვათ, ანტო ჩეჩინის სისხლის სამართლის საქმეში, თარჯიმანი, რომელიც იღებდა მონაწილეობას მის პირად ხრეკაში. ბრალდების მხარის სტრატეგიაც სრულად არის იმაზე დაფუძნებული, რომ ეს თარჯიმანი არის ნეიტრალური პირი, თუმცა ჩვენი პოზიციით და მათ შორის დღესაც არაერთ კითხვაზე მიღებული პასუხიდან გამომდინარე დადასტურდა, რომ რეალურად ეს ადამიანი ვერ იქნება ნეიტრალურ პირად გაგებული. და თან რეალურად ყველაზე საინტერესო და ყველაზე, როგორ ვთქვა, კომიკური ალბათ ის არის, რომ მათ შორის დღევანდელ სასამართლო პროცესზეც და მათ შორის მოწმემაც დაადასტურა აღნიშნული, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ქალბატონი შორენა ტაბატაძე, თარჯიმანი, გამოცხადდა ამ საქმეში მოწმის სტატუსით დაკითხულ გამომძიებელთან ემილ კოპრავასთან, რომელმაც განახორციელა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები. Ვკითხეთ, რომ რატომ გამოცხადით, ხო შეიძლებოდა რომ ინდივიდუალურად თქვენ მოსულიყავით ან მსგავსი, არა, ვთხოვე და გამომიარა და ესე მოვედით მოკლედ სასამართლოში. ესეც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად ამ ადამიანის აღქმა ნეიტრალურ პირად, ნეიტრალურ პირს არ მგონია, რომ სახელმწიფო რესურსები იხარჯებოდეს ნეიტრალურ პირზე და გამომძიებელი აკითხავდეს სახლში და მიყავდეს მერე სასამართლოში. ესეც კი მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად ეს ადამიანი დაკავშირებული არის თავიდან ბოლომდე არა მარტო საქმიანობით, არამედ პიროვნულადაც კონკრეტულ პიროვნებებთან, გამომძიებლებთან, დანაყოფებთან, სამმართველოებთან და ასე შემდეგ. ასევე ვკითხეთ მათ შორის ანტო ჩეჩინის სისხლის სამართლის საქმეში თუ კი ვინმე გამომძიებელი ფიგურირებს სახელი და გვარი, განმარტა რომ თითოეულ მათგანს იცნობს, თითოეულ მათგანთან არაერთხელ მიუღია მონაწილეობა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში და გამომდინარე აქედან ჩვენი პოზიციით ამ პიროვნების აღქმა ნეიტრალურ პირად ფიზიკურად ვერ მოხდება. მუქარის მსგავსი მოწოდებები იყო ანტონის მიმართ, არა მარტო თარჯიმნის მხრიდან, არამედ სხვა გამომძიებლების მხრიდან, მონაწილე პირების მხრიდან, ვინც იყვნენ პირად ხრეკაში. თუმცა ასევე უნდა განემართოს, რომ რეალურად ვინც იყვნენ პირად ხრეკაში, მათ გარდაც იყვნენ გამომძიებლები, რომლებმაც ასევე, ესე რომ ვთქვათ, მუქარის შემცველი ტექსტით ესაუბრებოდნენ ანტონს, რომ მოეწერა ხელი. თუმცა ანტონმა არც ერთ დოკუმენტზე ხელი არ მოაწერა საბოლოო ჯამში. სისხლის სამართლის საქმეში წარმოადგენელი არის ოქმი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან დაკავშირებითაც თითქოს მოწმემ განმარტა, რომ მე ეს ვუთარგმნეო, მაგრამ როდესაც მონაწილე პირი არის, მაგალითად პირად ხრეკაში, მონაწილე პირად ეთითება მათ შორის თარჯიმანი, რომელმაც განახორციელა კონკრეტული ქმედება, უთარგმნა. ამ ოქმშიც უნდა მომხდარიყო აღნიშნულის მითითება, რომ კი ბატონო, ქალბატონმა შორენა ტაბატაძემ აღნიშნული ოქმი უთარგმნა და ხელი არ მოაწერა შემდგომ ანტო ჩეჩინი. რასაც ასევე არ ხვდებით, მაშინ როდესაც თავად ანტო ჩეჩინი სთხოვდა შორენა ტაბატაძეს, რომ გადაეცა არჩინაცვლიშვილისთვის, რომ მას სურდა ნარკოლოგიური შემოწმება და თან ხაზგასმელი გარემოება არის ის, რომ რეალურად ეს ოქმი არის შედგენილი დაკავების დღეს, 3 დეკემბერს, 4 დეკემბერს არის უკვე გამოკითხული ანტო ჩეჩინი და თავის გამოკითხვის ოქმში პირდაპირ უთითებს, რომ მას სურს ნარკოლოგიური შემოწმება.